გუნდოხრილი რატომ შემოხვედით ხდომთა დარბაზში? თუ თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და არ გეუხერხულებოდათ საკუთარი გადაწყვეტილების გამოცხადება. შეიძლება დავასრულოთ. კამერებისგან დახურულ სასამართლო დარბაზში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია. ამ კვირაში სინდისის ორი პატიმარი ისე გაუშვა ციხეში, რომ ვერც ბრალდებულებისთვის ბედავდა თვალის გასწორებას და ვერც იმ ხალხისთვის, ვინც დარბაზში იყო. იქნება დასაბუთებული განაჩენი და იქნება ყველა კითხვაზე პასუხი. უსამართლო ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებელი მონა ეს შეძახილები ისმოდა განაჩენების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს დარბაზებში. სიმსივნის დიაგნოზის მქონე პატიმარი 8 წლით ციხეში რა მტკიცებულებები საფუძველზე გაუშვით. ჩემს მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმ დღეს განსასჯელის სკამზე მჯდომი პატიმრის, მისი ოჯახის და გულშემატკივრების სახეებზე ერთად იკითხებოდა იმედგაცრუება, უსამართლობა და ბრაზი, რადგან ოცნების მიერ დასჯილ ახალგაზრდას გაურკვეველი, უცნობი ქცევის სიმსივნე აქვს თავში. პროტესტის ნიშნად სინდისის პატიმარი აპირებს უარი თქვას პენიტენციურ დაწესებულებაში, მკურნალობაზე და ოპერაციაზე. რამდენიმე დღეში იქნება დასაბუთებული განაჩენი და ეწერება ყველაფერი. მათ შორის ავტობუსთან დაკავშირებით სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით გლდანის ციხეში. ახლა სასჯელს იხდის პუტინის ხელისუფლების მიერ დევნილი ახალგაზრდა. ანტონ ჩეჩინი 2017 წლიდან აპროტესტებდა რუსეთში უსამართლობას. იყო ალექსეი ნავალნის აქტიური მხარდამჭერი და მისი პარტიის სახელით დამკვირვებელი არჩევნებზე. დღეს ქართულ ციხეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზის მოქალაქე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პუტინის რეჟიმს დავა მოუქო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩეჩინი პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების მსხვერპლია. ამიტომ რუსეთის ფედერაციამ მას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელსაც სტრასბურგმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა, ახლა საქართველოშია და პატიმრობაში. ვის ინტერესებს ემსახურება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკეტვა. რუსეთიდან დევნილი და რეპრესირებული ადამიანი ახლა ისევ სამშობლოში ექსტრადირების საშიშროების წინაშე დგას. მისი გარემოცვა დარწმუნებულია, რომ რუსეთის მოთხოვნას ქართული ოცნების ხელისუფლება მომენტალურად დაეთანხმება. შინაგასაქმეთა სამინისტროსთან ჭიდრო კავშირებში მყოფი თარჯიმანი როგორ ჩავთვალეთ ნეიტრალურ მოწმედ. განაჩენში იქნება უჯრედობა ყველა. ახლა გითხარით, ბატონო. შეიძლება. ჩეჩინი თბილისში 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ვერსიით მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ალფა PVP უბოვეს, მაგრამ ჩხერიკის ამსახველი ვიდეოკადრები საქმეში არ არსებობს. მოსამართლე ნაჭყებია მხოლოდ პოლიციელების და პოლიციის დაქირავებული თარჯიმნის შორენა ტაბატაძის ჩვენებას ენდო. საკონტაქტო პირი ვინ არის? ვინ გთხოვათ, რომ სინდისის პატიმრების ამაგალითოდ დაგესაჭათ? არა. ანუ თქვენ მიღებთ ამ გადაწყვეტილებას ამას მეუბნებით? არსებობს ზემდგომი ორი ინსტანცია, სააპელაციო სასამართლო, უზენაეს სასამართლო, თუ რამე შეცდომა ან არასწორია, გასცემდება ზემდგომ ინსტანციაში. მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. რა იყო სწორი გადაწყვეტილება? ადამიანს აქვს სიმსივნის დიაგნოზი, მისი მეუღლე ამბობს, რომ შეიძლება 8 წელში ცოცხალი საერთოდ აღარ იყოსო. მძიმე პაციენტი ციხეში 8 წელი, როგორ წარმოგიდგენიათ? სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვინ იღებს გადაწყვეტილებებს სინდისის პატიმრების საქმეებზე? საზოგადოების ყურადღება ახლა სამ მოსამართლეზეა მიპყრობილი. ჯვებე ნაჭყებიაზე, ნინო გალუსტაშვილსა და თამარ ჭადიშვილზე. ამ მოსამართლეების გახმოვანებული განაჩენების შემდეგ საზოგადოებას აინტერესებს, რატომ ხდება ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული საქმეები ერთი და იგივე მოსამართლის ხელში. თქვენ ნინო გალუსტაშვილი, თამარ ჭადიშვილი, აი ეს სამი მოსამართლე ხართ, რომელსაც სინდისის პატიმრების საქმეები ჩააბარეს? თქვენ გენდობათ მარტო სისტემა? ხო, შემთხვევითი განაწილების პრინციპი, შიდა კატეგორიების დაყოფა. ბატონ ჯვებე. ანრი კვარაცხელია, ანატოლი გიგაური, საბას ხვიტარიძე, ჩეჩინი. მითხარით სინდისის პატიმრების საქმეები თქვენ როგორ გეწერებათ? ისწერეთ, იცით ვისაც უნდა ეწეროთ? ვის უწეროთ? მურუსიძეს? სახალხო სასამართლო. შაბათის ეთერს უყვებიან, როგორ ნაწილდება სასამართლოში ის საქმეები, რომელზეც ქართულ ოცნებას ინტერესი აქვს.
ამ სქემას ერთ-ერთი ვერსიით სასამართლო კლანის ბოსის, ლევან მურუსიძის ოჯახის წევრი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ლელა ჭანიაკურინებს. სასამართლოში ის ოფიციალურად სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსად მუშაობს, მაგრამ ირკვევა, რომ აქვს უფრო დიდი გავლენა. ჭანიას და მის ნდობით აღჭურვილ პირებს შეუძლიათ ხელოვნური манипуляციის გზით იმ მოსამართლეს დააწერონ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელსაც კლანი ენდობა. დაუშვადა არის 10 მოსამართლე. განაწილების დროს, როდესაც შემოდის საქმე, კანცელარიის თანამშრომლს ძალიან მარტივად შეუძლია პროგრამაში მონიშნა გააკეთოს εν რაოდენობის მოსამართლის, რომ მათ საქმე არ დაეწეროს. სქემა ასე მუშაობს. სასამართლოს აქვს სპეციალური ონლაინ პროგრამა, სადაც კოლეგიების მიხედვით ჩამოთვლილია მოსამართლეები. პროგრამაში თითოეული მოსამართლის გვერდით არის ეგრეთ წოდებული მონიშნის ფანჯარა. საქმის გამნაწილებელი ოპერატორი სისტემაში აუქმებს მონიშნას და ეგრეთ წოდებული ლოტოტრონიდან გამორთავს ნაკლებად სანდო მოსამართლეებს. ფორმალურია მიზეზიც, მაგალითად, ერთდღიანი შვებულება ან მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მთავარი არის ის, რომ გარეშე პირი ვერასდროს გაიგებს, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ლოტოტრონში. ეს შესაძლოა 2 მოსამართლეც კი იყოს, რაც მთლიანად ცვლის შემთხვევითი შერჩევის პრინციპს. ეს არის პროგრამა, რომელიც არის კანცელარიის თანამშრომლის კომპიუტერში. მასთან შევიდა დღის განმავლობაში მაგალითად 100 საქმე გადაანაწილა კატეგორიების მიხედვით. შემდგომ განაწილების დროს დანარჩენებს მონიშნავთ, რომ მათთვის საქმის დაწერა შეუძლებელია რაღაც საპატიო მიზეზის გამო და დარჩება ის ერთი, ვისთანაც გინდათ მოხდეს ეს საქმე. თუ მინდა მოვახვედრო კონკრეტულ ადამიანთან, შემიძლია 10-დან 9-ს პროგრამულად მივცე, რომ არ იმყოფება და არა ქმედუნარიანია იმ მომენტისთვის, ვერ დაეწერება საქმე და მოვახვედრო იმ მოსამართლესთან, ვისთანაც მინდა რომ მოხდეს. თქვენ გექნებათ საქმეში ჩადებული ფურცელი, რომლის მიხედვითაც ეს შემთხვევითი შერჩევით არის ამ ადამიანთან მოხვედრილი. სავარაუდოდ, ასეთი манипуляციით და ამ პრინციპით შეარჩიეს სინდისის პატიმრების საქმეების გამხილველი მოსამართლეებიც, რადგან სწორედ ჯვებე ნაჭყებია ნინო გალუსტაშვილმა და თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენები პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. სასამართლოში როგორ მოხვდით? ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე ამისთვის. ნაციონალების დროსაც მუშაობდით სასამართლოში, ხო? დიახ. რა თანამდებობაზე? 20 წელია მუშაობ. თუ შეიძლება დავასრულოთ. მე კითხვებზე ვერ გიპასუხებ. 46 წლის ჯვებე ნაჭყებია თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ 9 თვის წინ დაინიშნა. ანუ ზუსტად იმ პერიოდში, როცა ევროპული მომავლის მცველები გამოგონილი ბრალდებებით დაიჭირეს. ჯვებე ნაჭყებიამ კარიერა ამ სისტემაში 2003 წელს უზენაესი სასამართლოს სხდომის მდივნობით დაიწყო. 8 წლის განმავლობაში ის ხან მდივანი იყო, ხან მოსამართლის თანაშემწე. ეს ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. 2010 წელს ჯვებე ნაჭყებია სისტემიდან მიდის და იურისტად იწყებს მუშაობას, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისევ სასამართლო სისტემაში ბრუნდება. მაგრამ ახლა უკვე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მანდატურის სამსახურის უფროსად. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დევს ყველა ინფორმაცია და აიგეთ. მურუსიძე თქვენი მფარველი? ღია ინფორმაცია, ხო, დავასრულოთ. ჯვებე ნაჭყებია განიხილავს ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის კვეთის საქმეს. მისი სახელი და გვარი ფიგურირებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაჭერილი პოლიტიკოსების, ზურა ჯაფარიძის და ნიკა გვარამიას საქმეებშიც. სწორედ გვარამიას ადვოკატმა გაავრცელა თავდაპირველად ინფორმაცია, რომ ჯვებე ნაჭყებია ნასამართლევია სამსახურეობრივი დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. ქალი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს სამართლიანობის აღდგენას თხოვს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მეუღლე, მაია კეკელია. ეს კადრები 2015 წლით თარიღდება. კეკელია აქ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს უყვება, რომ მას მარტულში პოლიციელების ცემას ეტავებიან. მოსამართლის მეუღლის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა სტუდია მონიტორმა.
ინციდენტი 2014 წლის 16 ოქტომბერს მარტვილში სოფელ ბანძის პოლიციაში მოხდა. პირველი ინსტანციაში წავაგე სასამართლო პროცესში და მე არ მინდა ამ პროცესს ერთხელ დაასრულოს მაია კეკელია საქართველოს წინააღმდეგ. პოლიციის განყოფილებაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ წლების წინ წერდა კვირის პალიტრაც. სტატიის მიხედვით, სამეგრელოში ადმინისტრაციული წესით ახალგაზრდა კაცი დაიჭირეს. დაკავებული მოსამართლის მეუღლის დიშვილი იყო. მისი დაკავებიდან 10 წუთში პოლიციის შენობაში ნათესავები და მეგობრები მიდიან. ისინი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ამ დროს არეულობით სარგებლობს მოსამართლის ცოლის დიშვილი და პოლიციიდან გარბის. ამ საქმეში მაშინ დაზარალებულად პოლიციელები ცნეს. 7 ადამიანი დაიჭირეს, აქედან 2 ქალი იყო. ერთ-ერთი ჯვებე ნაჭყებიას მეუღლე, რომელსაც 5 პოლიციელის ცემას ეტავებოდნენ. მაშინ მაია კეკელია ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო, საქმე შეუკერეს და ამიტომ სტრასბურგში იჩივლებდა. 2014 წელს მომხდარი ინციდენტის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლო მაია კეკელია ჯარიმით გაანთავისუფლა პატიმრობიდან. წლების შემდეგ ანალოგიური ბრალდების გამო საბას ხვიტარიძე ჯვებე ნაჭყებიამ ციხეში გაუშვა. საბას ხვიტარიძის საქმეში რა მეთოდი იგივე შემიძლია პოლიციელების ჩვენებები. იგივე შემიძლია გითხრათ, რამდენიმე დღეში იქნება დასაბუთებული განაჩენი და იქნება ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც დაცვისხარებს გქონდა. საბას ხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმე მთლიანად სრულ ჩვენებებზეა აგებული. პოლიციელების გამოკითხვის ოქმები ერთმანეთის იდენტურია. მოწმედ გაფორმებულ პირებს შეცდომებიც კი ერთნაირი აქვთ. ამის მიუხედავად, ჯვებე ნაჭყებია პოლიციელების გადაწერილ ჩვენებებს დაუჯერა და საბას ხვიტარიძე დამნაშავეცნო. იდენტური შეცდომები ქონდა და ქორთიარდი და თბილისი მარიოტიც კი არის ცოდნენ რომელი იყო. და მირიან ქავთარაძის ეგრეთ წოდებული დაზარალებული მოწმე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ესენი ნეიტრალური მოწმეები არიან? ყველა კითხვაზე პასუხი იქნება განაჩენში. თქვენ ამბობთ, რომ მირიან ქავთარაძეა დაზარალებული, პროკურატურამაც კი ვერ გავაკეთებ, გითხარით ერთხელ. პროკურატურამაც კი დაიხია უკან. იქნება განაჩენში და წაიკითხეთ მე რაც ეჭირა. და ხო რომ ითხრათ? თუ იქნება გააკრიტიკეთ მე გასაჩივრონ ადვოკატებმა და გავიც მიიღება შესაბამის გადაწყვეტილება. უკვე მიღებული გადაწყვეტილება ბატონო ჯვებე 2 წლით ადამიანი გაუშვით ციხეში, რომელიც თავად იყო ძალადობის მსხვერპლი პოლიციის განყოფილებაში. მოისმინეთ როგორ ემუქრებოდნენ? აწამეს ეს ადამიანი, შემდეგ გაუპატიურების მუქარა იყო. ანუ თავად არის დაზარალებული და თქვენ ამბობთ, რომ მირიან ქავთარაძე ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული პირი არის დაზარალებული და საბას ხვიტარიძე თურმე დამნაშავე ყოფილა. ეს გითხარით თქვენ თქვენი გადაწყვეტილებით, ხო? ამ გვიხსენით ახლა რა მტკიცებულებების საფუძველზე თქო, მაინტერესებს. დაეფუძნა იქნება მითითებული გადაწყვეტილება. ვერ გავაკეთე. ბატონო ჯვებე. ჯვებე ნაჭყებიას მიღებული გადაწყვეტილებები უკვე დიდი ხანია კრიტიკას ვერ უძლებს. ისევე როგორც ინდისის სხვა პატიმრების მოსამართლეების ქმედებები. უკვე ყველა ვიცის თქვენი სახელი და გვარი. ხვდებით როგორ ჩაიწერება თქვენი სახელი და გვარი ისტორიაში? როგორ დაგიმახსოვრებთ ისტორია ხვდებით? პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე უდანაშაულო ადამიანების გასამართლების გამო მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ახლა ბალტიის ქვეყნების მიერ სანქცირებულია. საქართველოს მომავალი ევროპაში წარმოგიდგენიათ თუ რუსეთში? ნახეთ, ძალიან მარტივი კითხვაა. წარმომიდგენია იქ, სადაც საუკეთესოა ჩვენი ქვეყნის. ხო, თქო რა თქმა უნდა, მაგ აზრი ამაზე უბრალოდ ვერ გიბასქებ. რო გავთ აზრი მიპასუხეთ მე ბატონო ჯვებე. რა პრობლემაა რომ ვთქვა? არა პრობლემა არ არის, უბრალოდ არა ვარ ახლა ვარდებული რომ რაღაც ანგარიში გავარო და ამ სახის ინტერვიუები გავცე რა. აი ამ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამო რომ სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდებით, ხვდებით, ხო? თუ შეიძლება. ვეღარ წახვალთ ვერც ევროპაში და ვერც შტატებში. კარგი საკმარისია ხა რა. ჯვებე ნაჭყები ამტკიცებს, რომ სინდისის პატიმრების საქმეებზე კითხვები არავის დარჩება, როცა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.